დენის ტარიფი უკვე შემცირებულია ცოტა ხნის წინ სამეკმა თელოსისა და ენერგოპრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი დაწია. ანუ ძალაში შევიდა დროებითი მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმდა. კერძოდ, 1 იანვრიდან 1 აპრილამდე მოქალაქეები, რომლებიც 100 კილოვატამდე დენს მოიხმარენ, 27%-ით შემცირებულ ტარიფს 9 ლარსა და 94 თეთრს გადაიხდიან. მათ კი, ვინც 101-დან 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას ხარჯავენ, 12 ლარისა და 46 თეთრის გადახდა მოუწევთ. Თავის განკარგულებით მოწონებული იქნა მემორანდუმები, რომლებიც გაფორმდა სახელმწიფოსა და ორ კომპანიას შორის, ინტერაოესი და ენერგოპრო ჯორჯია. ამ ხელშეკრულების შევიდა ცვლილება, ხელმოწერილი ხელშეკრულების შემოვიდა კომისიაში და კანონსახმად კომისიამ გაითვალისწინა ამ ხელშეკრულება და 1 იანვრიდან ენერგოპროს და თელასის აბონენტებისათვის, რომლებიც მოიხმარენ ელექტროენერგიას 301 კილოვატის ჩათვლით, მხოლოდ ამას გაუსახავს, მათთვის ტარიფი მცირდება 3 თეთრ დღეს გარეშე. გულდასაწყვეტია, ვინც 300 კილოვატზე მეც მოიხმარს, იმ ადამიანებს არ ეხება, ეს ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, საწყენია, კარგი იქნებოდა, რომ ყველა შეხებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს მუშაობა, ზუსტად ჩვენი მოთხოვნით და ამის გამო მოხდა სამთვიანი მემორანდუმის გაფორმება, იმიტომ ძალიან დიდი იყო საზოგადოებაში, ასე რომ ვთქვათ, ძალიან აქტუალური თემა იყო ტარიფების შემცირება და მოითხოვდა ხალხი, რომ რაც შეიძლება მალე მომხდარიყო და ხა 2 თვის განმავლობაში მაქსიმალურად რაც შევძელით, ეს იყო შეგვიმცირებინა 3 და 54 თეთრი.